მოგესალმებით ყველას, ვაგრძელებ კატეხიზატორულ საუბრებს. ჩვენ ვიმყოფებით დიდ მარხვაში და მინდა ერთ მტკივნეულ საკითხს შევეხო. სიტყვები, რომელიც ძალიან ხშირად გვესმის სასულიერო პირებს, ეს გახლავთ შემდეგი. რა ვქნა მამაო, ძალიან მწუხვარ, მაგრამ მარხვის შენახვა არ შემიძლია. ნუ იტყვით ამ სიტყვებს, ჩემო ძვირფასებო. როცა ადამიანი აცხადებს, რომ რა ვქნა არ შემიძლია, ეს უკვე მის შინაგან უძლურ მდგომარეობაზე მეტყველებს. მარხვის შენახვა არ არის სავალდებულო. მარხვა არის ჩვენი შინაგანი მოთხოვნილება. დაუკვირდით სიტყვას მარხვა, დამარხვა. ანუ ჩვენ თავი უნდა დავიცვათ ვნებებისგან. თავი უნდა დავიცვათ ზედმეტი კვებისგან, რათა სული გაძლიერდეს და მოინანიოს ყველა ის ვნება და ცოდვა, რაც მას მხსნილში აწუხებს. მარხვისგან თავისუფალი არავინ არ გახლავთ. თუ ადამიანი გარკვეულ უძლურებაში არის, ის უკვე მარხვაზეა, მისი სხეული უკვე დაუძლურებულია და მან უნდა ვნებებზე და ვნებების მოთხოვნილებებზე თქვას უარი. გარკვეულ გართობაზე, გარკვეულ სანახაობაზე, გარკვეულ მხიარულებაზე, მეძუძურები, ფეხმძიმენი, მძიმესენი დაავადებული ადამიანები. ყველა ვმარხულობთ, ანუ ყველა ვიცავთ, მტკიცეთ ჩვენს ამხსარებლობას, ჩვენს რწმენას, ის რომ რა ვქნა მამაო, მე არ შემიძლია მარხვის შენახვა, ახარებს ეს სიტყვები ეშმაკს. ყველას შეგვიძლია, ყველას გვაქვს უნარი, ყველას გვაქვს ძალა, ყველას გვაქვს რწმენა იმდენი, რომ ისე შევინახოთ და დავიცვათ მარხვა, როგორც ამის საშუალებას გვაძლევს ჩვენი სული და ჩვენი სხეული. არ შეგიძლია, რომ გარკვეულ საკვებზე თქვა უარი, თქვი უარი სანახაობაზე, თქვი სხვის განკითხვაზე უარი, თქვი მრისხანებაზე, თქვი შურზე უარი. ძნელია და თუ ადამიანი იტყვის, რომ არც ეგ არ შემიძლია, მაშინ რა შეგიძლია? აბა დაუსვი შენ თავს კითხვა, რა შეგიძლია შვილო? ჩხუბი შეგიძლია და ჩხუბო. ჭორაობა შეგიძლია და ჭორაობ. შური შეგიძლია და შურიანი ხარ. განიკითხავ, მრისხანებ, ზარმაცი ხარ, მოწყენილი ხარ, ეგ ხომ შეგიძლია? ამიტომ ძალიან გთხოვთ, ჩემო ძვირფასებო, რომ დარჩენილი დღეები მარხვის დავიწყოთ, შემოგვიერთდით და არასდროს არ გაახაროთ ეშმაკი შემდეგი სიტყვებით, რა ვქნა არ შემიძლია. ღმერთი იმდენ ტვირთს არ დაგვაკისრებს, რისი ტარებას ჩვენ არ შეგვიძლია. ჩვენ შვილებს ეხლა ისეთ რამეს დავავალებთ, რასაც ისინი ვერ შეძლებენ და თუ კი ჩვენ ხორციელმა ადამიანებმა ვიცით საზომი ტვირთი ჩვენი შვილებისთვის, რა თქმა უნდა, ზეციერმა მამამ უკეთ უწყის რა შეგვიძლია და რა არ შეგვიძლია. მარხვა, ანუ დაცვა, დამარხვა ჩვენი ამხსარებლობის ყოველთვის უნდა შევძლოთ და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არის სააღდგომო დიდი მარხვა. ძალიან მარტივია, რომ მაგიდიდან ავიღოთ ხორცეული, რძის ნაწარმი, ის საკვები, რაც აკრძალული გვაქვს, მაგრამ ხომ შეგვიძლია, რომ გარკვეული ფსალმუნები ვისწავლოთ ზეპირად. აი ამ მარხვაში, ჩემო ძვირფასებო, მარტო იმაზე კი არ ვიფიქროთ, რა გვეჭმება და რა არ გვეჭმება, არამედ მოდი სახარების ის მონაკვეთები წავიკითხოთ ან დავიზეპიროთ, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია. აი მაგალითად გირჩევთ, რომ მათე სახარების მეხუთე თავი საზეპიროებად ისწავლოთ ყველა ის შეგონება და დარიგება, რასაც განკაცებული მაცხოვარი გადმოგცემს ჩვენ. ასევე იოანეს სახარების პირველი თავი ვისწავლოთ, ძალიან საინტერესოა. მათე სახარების 28 თავი ზეპირად. ფსალმუნები 50, 90, 26, 60. აი ეს ფსალმუნები ხო შეგვიძლია მარხვაში რომ ზეპირად ვისწავლოთ. ანუ ისე მოვიქცეთ
მარხვაში როგორც ხსნილში არ ვიქცევოდეთ. დავფიქრდეთ კარგად, ვის დავეხმაროთ, არასდროს რომ არავის არ დავხმარებივართ. არ ჯობია ეხლა რომ ვინმეს დავეხმაროთ? ან ის ადამიანი რომელიც გძურს და ვაცხადებთ რომ არ არსებობს, მე მაგას არ შეურიგდები, მაგან ისეთი რამე გამიკეთა, ისეთი რამე თქვა და ისე მოიქცა რომ მე მას ცხოვრებაში არ დაველაპარაკები, არ გავცემ ხმას. და ამ დროს შეიძლება ჩვენ ამის გამო ვერ ვცხოვდეთ რომ ის ადამიანი არის ჩვენზე განაწყენებული ან ჩვენ ვართ მასზე განაწყენებული. ნუ თუ იმდენად ამაყები ვართ და უნდა დავრჩეთ მარხვაშიც კი რომ არ შეგვიძლია შერიგების ნაბიჯი გადავდგათ. ეხლა მეტყვით რა ვქნა მამაო, არ შემიძლია, როგორ არ შეგიძლია? შეგიძლია და ისე კარგად შეგიძლია რომ ეხლა აი ამ ვიდეო რგოლის მოსმენის შემდეგ კეთილსინებებ ჩემო ძვირფასო ქრისტიანო, ადგები, დაიწყებ მარხვას ისე როგორც შეგიძლია და ან მიხვალ, ან დაურეკავ იმ ადამიანს და ეტყვი რომ ჩემო ძვირფასო, ჩემო კარგო, აი მაშინ მე და შენ რომ ვიკამათეთ და ვიჩხუბეთ, ჩემი ბრალი იყო. რაღაც ნაწილი შენი ბრალიც იყო და მოდი ეხლა არ დავიწყოთ საუბარი იმაზე, ვინ არის მტყუანი და ვინ არის მართალი და ორივე მოვინანიოთ. ღმერთმა ორივეს შეგვინდოს, ღმერთმა ორივეს გვაპატიოს და არ გეგონოს ეხლა მე რომ შენ რომ გირეკავ რომ შენ ცამდე მართალი ხარ, არა, მეც დამნაშავე ვარ და შენს დამნაშავე ხარ. არ შეგვიძლია? შეგვიძლია, ძალიან კარგად შეგვიძლია. ძალიან კარგად შეგვიძლია რომ ხორცი ავიღოთ მაგიდიდან, რძის ნაწარმი ცოტა ხანი ავიღოთ და ცილოვანი პროდუქტი უამრავია ჩავანაცვლოთ და ვიფიქროთ ჩვენს განვლილ ცხოვრებაზე, ვინ ვიყავით, ვინა ვართ და ვინ ვიქნები ხვალ. ვინ ვიყავით? ძალიან ცოდვილები, ძალიან შურიანები, ბოღმები, ზარმაცები, მოწყენილები, ამაყები და თავხედები. ვინა ვართ და ზარმაცები, ისევ სუსტები, ჩვენი ნების არ მქონები, ჩვენი ნება მთლიანად მივუგდეთ ეშმაკს და ვაცხადებთ, რა ვქნა მამაო, არ შემიძლია. შეგიძლია, წამოდექი ეხლა, დაიწყე ლოცვა, დაიწყე სახარების კითხვა და მიაშურე ეკლესიას, შენი მიცვალებულთა სულები გელოდებიან. მეორე, მესამე და მეოთხე შაბათი არის მიცვალებულთა ხსენება და შენ ამბობ რომ რა ვქნა მამაო, არ შემიძლია. ძალიან კარგად შეგიძლია. ადექი და წადი წირვაზე, მოიხსენე მიცვალებულები და შენ სულზეც იფიქრე, არ იცი როდის გახვალ ამ სოფლიდან და ღმერთს ვერ ეტყვი, უფალო რა ვქნა, არ შემეძლო რომ არ ხულობდი. დაიწყე მარხვა, დაიწყე ლოცვა, დაიწყე სახარების კითხვა და ნახავ როგორ გაბედნიერდები, როგორ დამშვიდება შენი სული და როგორ დაცხრება შენი სხეული ვნებებისგან და ცოდვებისგან.